საპატიმრო იზოლატორი დატოვა ლუკა ნაცვლიშვილმა, ახალგაზრდა კაცმა, რომელიც პოლიცია 26 მაისს ხამით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავა და ხვდნენ რამდენადაც ხედავ მისი მეგობრები და ახლობლები მას ლუკას. ამბავი ასეთია, მეგობრებო, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვინმე გულიკო კაჟაშვილმა მას 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა მიუსაჯა და ამ მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე ლუკა სასამართლოს შენობიდან გაიყვანა პოლიციამ. არადა ლუკა რეალურადაც იყო და ხაზგასმით მინდა ვთქვა, არის უდანაშაულო, ცოტა ხანი დავტოვოთ თუ გნებავთ კადრები, აი მიესალმებიან მას. არის უდანაშაულო კაცი, თვითმხილველთა ცნობით 26 მაისის აქცია დასრულებული იყო, ვიმეორებ, დასრულებული იყო. როდესაც ლუკა ნაცვლიშვილი და მისი სხვა მეგობრები ქუჩაში უბრალოდ საუბრობდნენ, რა დროსაც ნაცვლიშვილი ლუკა დააკავეს. 30-მდე პოლიციელი მოვარდა, ლუკა წაიყვანეს, გავარიდეთ სიტუაციასო, ასე ამბობდნენ, თუმცა დაიჭირეს, იხსენებდა და იხსენებს მისი მეგობარი არჩილ ბერიძე. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2 მუხლით, პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით. 5 ივნისს ბათუმის იზოლატორიდან ლუკამ წერილი გამოვაგზავნა. მე გულახდილად გეტყვით, რომ ეს წერილი იყო ძალიან ემოციური და უკიდურესად მნიშვნელოვანი. მე ჩაგიკითხავთ ამ წერილს თავიდან ბოლომდე, აი რას წერდა ლუკა. ბჭყალის გასაწყისი ბჭყალი გაიხსნა, ვზივარ 4 კედელს შუა და ვფიქრობ, რა სიტყვებით შეიძლება მოგმართოთ. წერდა ეს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ახლა თქვენ კადრში ხედავთ. საერთოდ მაქვს თუ არა ამის უფლება? მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, 18 წლის ბიჭი, რიგითი მებრძოლი, თქვენი თანამებრძოლი, რომელსაც უყვარს თავისუფლება და როდესაც ამას მივხვდი, ვისწავლე, რომ თავისუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლაა საჭირო და შევედი ამ ბრძოლაში. ეს ბრძოლა არც ჩვენით დაწყებულა და არც ჩვენით დამთავრდება. ამ ბრძოლას საუკუნეების მანძილზე ეწირებოდნენ ისეთივე გოგო ბიჭები, როგორებიც ჩვენ ვართ. მათაც თავისუფლება უნდოდათ და ამ ბრძოლაში ხავდათ მტრები. მტერი სხვადასხვა იყო, მრავალი. მიზანი კი ერთი, სწორედ თავისუფლება იყო მიზანი, არის და იქნება მიზანი მანამ, სანამ ჩვენი გულები ერთხმაც სცემს თავისუფლებისათვის, რადგან თავისუფლება ჩვენი გულიდან და გონებიდან მომდინარეობს. ამას წერს ლუკა, ამას წერდა ლუკა იზოლატორიდან. თავისუფლების შეგრძნებაა ის, რაც ჩვენს გულს და გონს თანაბრად სურს და ერწყმის ერთურთს მარადიულობის ყიჟინით. კიდევ მრავალჯერ მოგვიწევს ბრძოლა, ბევრიც გადატანა, მაგრამ გვიხაროდეს, რადგან რაც არ გკლავს, ის გვაძლიერებს, უამრავი მსხვერპლი გავიღეთ, მაგრამ გააზრებული გვაქვს, რომ დიადი მიზნისა და იდეისათვის ვიბრძვით. ამ იდეისათვის მე კვლავ გახსენებთ, რომ ეს არის ლუკას წერილი იზოლატორიდან. ეწირებოდნენ ამ იდეას ჩვენი წინაპრები. დღეს იდეისათვის მსხვერპლის გაღება კი ყველაზე მეტ ძალას ძენს თავად იდეას. ერთმანეთის იმედი გქონდეს, რადგან მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით, ერთმანეთის სიყვარულით შევძლებთ ამ ბრძოლაში გამარჯვებას. ეს წერილი დაწერა, ეს ფიქრები გაგვიზიარა ლუკამ ბათუმის იზოლატორიდან რამდენიმე დღის წინ და თან დაურთო ლადო ასათიანის ლექსის სტროფები. აი, ასე დაასრულა. მე ლადო ასათიანის სიტყვებს გავიმეორებ, სიტყვებს, რომლებიც შეგვახსენა სწორედაც რომ ლუკამ, რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ 19 წლის ლუკა ნაცვლიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო 2022 წლიდან 2022 წელს მოექცა. იმხანად ლუკა იყო 16 წლის, ერთ-ერთ სკოლაში მან ჩამოხსნა რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დროშები და აი ასე დაგვამახსოვრა თავი. მე მიულოცავ ლუკას და ლუკას მეგობრებს მისგან თავისუფლებას და ღიად ვამბობ, რომ ეს კაცი, ეს ახალგაზრდა კაცი, ისევე როგორც მისი ბევრი თანამებრძოლი, მისი ასაკის ბევრი ადამიანი, მათ შორის პოლიტპატიმრები, რომლებიც ყავს ამ ქართულ-რუსულ რეჟიმს, არიან ის ადამიანები, რომლებიც მომავალ საქართველოში მნიშვნელოვან სიტყვას იტყვიან.